გამარჯობა, მე ვარ მარი ბუიღლიშვილი, კლინიკა სორიზოს ექიმი პაროდონტოლოგი და დღეს გესაუბრებით პირისგულს პროფესიული წმენდის ჩატარების აუცილებლობაზე. მოგეხსენებათ, პირისგულში ყველაზე გავრცელებული დაავადებები არის კარიესი, დაკბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების ანთებითი დაავადებები, რომლის გამომწვევიც არის ბაქტერიული ნადები. სწორედ ამ ბაქტერიული ნადების მოცილება ხდება კლინიკაში ექიმი პაროდონტოლოგის მიერ. პროფესიული წმენდა ტარდება ექიმი პაროდონტოლოგის მიერ, რომლის დროსაც უფთავდება კბილების ზედაპირები რბილი და მაგარი ნადებისაგან, ეს წმენდა დაგვიცავს კარიესისა და ღრზილის ანთებითი დაავადებების განვითარებისგან. არსებობს ასევე პაროდონტოლოგიური ღრმა წმენდა, რომლის დროსაც ხდება პაროდონტოლოგიური ჯიბეების გასუფთავება სპეციალური ინსტრუმენტებით და აპარატებით. რეგულარულად ჩატარებული პროფესიული წმენდა, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის ყველა პაციენტისათვის, განსაკუთრებით ბრეკეტებამდე, ბრეკეტების დროს, ბრეკეტების შემდეგ, იმპლანტაციამდე, იმპლანტაციის შემდგომ და ასევე ნებისმიერი ხელოვნური კონსტრუქციის არსებობის პირობებში. პროფესიული ჰიგიენის ჩატარების სიხშირე ინდივიდუალური არის და დამოკიდებული არის პაციენტის ინდივიდუალურ ჰიგიენაზე, საშუალოდ ეს პერიოდი არის 6 თვეში ერთხელ. თუ პაციენტები რეგულარულად არ ჩაიტარებენ პროფესიულ წმენდას, არიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ განუვითარდეთ კარიესები და კბილის ირგვლივ არსებული რბილი და მაგარი ქსოვილების ანთებითი დაზიანებები.